ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობის საძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ნება მიბოძეთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმრად მოვიწვიო ტელეიმედის გახმაურებული მეგაპროექტის ვინ არის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული მონაწილე, პროცეული, რომელიც აღმოჩნდა შესანიშნავი მომღერალი, ჩვენი გულითადი მეგობარი მარიკო ებრალიძე. პროცეული ვიჩვენებდა ესე. სალამი. გია ვერ გავამართლე იმედები რა ვქნა ვაპატიე. თუმცა იმედი მქონდა რომ ფინალში ვიქნებოდა თან ჩვენი დუეტის მერე. როგორ და მართლაც იცი რა საბოლოოდ მართლაც ყველაფერი ჩაივლის ხოლმე და რჩება რა რჩება საბესტილება და საბესტილება შენმა პერსონაჟმა დატოვა შესანიშნავი. ნამდვილად რომ ვაკვირდები ახლა ემოციებსაც ვკითხულობ კომენტარებს ალბათ რა ვიცი არსად არ წამიკითხე ჩემი კომენტარები აქ მაინც ისე ჩაუჯექი და ყველა გამოსვლა ნუ ასე თუ ისე ყველა გამოსვლის შემდეგ კომენტარებს გადავავლე თვალი და ყველას თქვენი ეთერით და თქვენი გადაცემის საშუალებით მინდა რომ მადლობა ვუთხრა ასეთი სიყვარულისთვის და ნამდვილად ღირდა თუმცა ადრე რო გამოვარდნილიყავი ძალიან დამწყდებოდა გული ეხლაც ძალიან დამწყდა გული თუმცა ის ემოციები ის სიყვარული რაც ხალხისგან დავიმსახურე ძალიან დასაფასებელია და ალბათ ყველაზე მთავარია ჩვენი პროფესიის ადამიანისთვის და ბროცეულისთვის. ნამდვილად გეთახმები და მადლობა მაყურებელს. მადლობა, ნამდვილად, დიდი მადლობა. არა ჩვეულებრივი იყო შენი გამოსვლა, ყველა მინდა გითხრა და როდესაც გადაწყდა და შემომითვალეს რომ ბროცეულთან უნდა გქონდესო შენ პერსონაჟ დუეტი. მანამდე ხო არ მომესმინე შენ. და ისეთი მუხტი მოდიოდა და იმდენად აი ცხადა ჩანდა რომ აქ ვიღაცა ძალიან მაგარი პროფესიონალი მაინც ვერ დავმალე თავი. მაინც არ გამომივიდა. გამოცნობით ვერ გამოგიცნეს მე როგორც ვიცი, ხო? მაგრამ იცი რა არის შენ გურული ხარ წარმოშობით. მე დედა მყავს გურული და რა ვქნათ ახლა დავაყაროთ ქოქოლა გურულად ოთან ტატუშის და დავაყარე სადაც ხდება იქ ვაყარი ქოქოლას არ ვინდო არსად არ ვინდო აუ მეგიდა იმის იმედი მქონდა რომ მართლა შესანიშნავი ფინალისტები იყვნენ სხვების და ეგება და შარშანდელი პრეცედენტი გამეორებულიყო და შენც აღმოჩენილიყავი ფინალში კონსულტაჟი ჩავთვალოთ რომ იგივე ეხლა მაინტერესებს ჯერდი ისე მოიწონა ჩვენი დუეტი მაყურებელმა მეგონი მართლაც არ გამოვიდა ურიგო საოცარი იყო ძალიან მაგარი იყო მე მგონი აზრს არ არის მოკლებული რომ ჩავწეროთ დუეტი ყველანაირი ნიღბის გარეშე დიდი სიამოვნებით მოიგე მიხედავ მაგას დაახალწლეს ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო მე მხოლოდ გამიხარდება ძალიან დიდი მადლობა მართლა საინტერესო იქნება და ბროცეული და კენგურო კიდე ახალ ამბებს შემოგთავაზები აქ გავაკეთო ჩვენ შემოგთავაზების პრემიერა ახლა ისე რა მინდა კითხო სამ შეკითხვას უსვამ ხოლმე ვინ არის ყველა მონაწილეს ერთი როგორ დაგითანხმეს ხო მეორე რა სირთულეები ქონდა და მესამე მართლა ვერავინ გიცნობს შენს ირგვლივ ანუ ახლობლებში თუ როგორ იყო ესე იგი პირველი კითხვა დათანხმება არ იყო რთული იმიტომ რომ ისე მიყვარდა ეს პროექტი ისე მომწონდა ეს პროექტი და თან მაინტერესებდა ჩემი თავი აი ამ გამოწვევაში და აი ამ რაღაცა საოცარ მოგზაურობაში როგორ გავართმევდი თავს. რა თქმა უნდა, დათანხმების მერე დავიწყე ფიქრი, ვაიმე მეთქი სად მივდივარ რა. ეხლა რეები მელის რა უნდა გავაკეთო და მერე დავიწყე ფიქრი. თავიდან ეგრევე თავით გადავეშვი ამ ყველაფერში. მეორე რაც შეეხება სირთულეები იყო არ ვიცი რა თქმა უნდა ალბათ ყველა კოსტიუმს თავისი სირთულე აქვს, იმიტომ რომ ნამდვილად ხალხო ვერ წარმოიდგენთ, ხედველობაც ძალიან რთულია, სუნთქვაც ძალიან რთულია კოსტიუმში. თუმცა მეუბნებოდნენ რომ დაწყარდი მარიკო, საჰაერო გააქვს, აქედან ჰაერი შემოგდის, აი ეს პირის ადგილიდან, აი სადღაც აი ესე ვხედავდი, მაგრამ ასე მეუბნებოდნენ მე, მაგრამ მაინც იყო. არაფერი არ ჩანდა, ნუ ჩემთვის რაღაცა ესეთი კერკეტი კაკალი მეგონა თავი, მაგრამ ისეთი მშიშარა აღმოჩნდი აი ამ პროცეულში
იმაში რომ ჩავჯექი, რომ ნამდვილად რაღაცა თავიდან აღმოვაჩინეთ ჩემი თავი, იმიტომ რომ ყოველი სცენაზე გასვლა იყო რაღაცა გამარჯვება საკუთარ თავზე, გამარჯვება იმ შიშზე, რომ მოუკვდებოდი, იმიტომ რომ გაფრთხილებული მყავდა ყველა. მეთქი თუ სადმე დავეცი, ან ცუდად გავხდი, მომხედეთ მეთქი, იმიტომ რომ მე მითხრა ჩემმა პროდიუსერმა სალმემ, რომ აი ესე აჩვენე ხელებიო და იქ ყველა მოგხედავთო. ქართული მოძრაობები ქონდა ხან როიალზე დაწექი და არ ჩერდებოდი. ოღონდ ეს ძალა საიდან მეძლეოდა ნამდვილად ვერც ამოუხსნელი ფაქტორია, იმიტომ რომ ბოლოს უკვე მეუნა აღარ გვინდა ამდენი ხტუნაობა გაჩერდი, მარიკო სადღაც დაწყნარდი, ზოსიმე ესე მიყვიროდა ხოლმე აჩიკო სოლოღაშვილი. ერთი საოცარი ამბავია, პირველი ჩაწერის დღე არის. რეპეტიცია გავლილი მაქვს, ყველაფერი წარმატებულად, საოცრად, ვის ყველაფერი წერტილები, მოძრაობები, სინქრონი, ყველაფერი გავაკეთე და ჩაწერის ის წამებია უკვე ამომიყვანეს, დამაყენეს პედესტალზე და ამ ჩემი ცანცარის შედეგად, აი ესე ავიქნიე ხელი-ფეხები და გადავეშვი ამ რაღაცა პედესტალიდან. მთელი ამ შენი ბროწეული, ოღონდ ისე მინდოდა ამოხარხარება, ნუ მადლობა ღმერთს გადავრჩი და არაფერი არ მომივიდა, მაგრამ ხარხარი მინდოდა და ხო ვიცი რომ ხმა არ უნდა ამოვიღო და ესე ხო წევარ მეთქი ხა ავდგე დროზე, თორე ამათ შეეშინება თან გაფრთხილებული მყავს რომ ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავ, ჰაერი არ მყოფნის და ყოველი კოსტუმის ჩაცმა იყო, ნუ ესე ნახევარ ლიტრიან წყალს ესე ვისხავდი სახეზე, თმაზე, კეფაზე, კისერზე, რომ ცოტა რაღაცა ჰაერი თუ მომხდებოდა, რაღაცნაირად სუნთქვა შემძლებოდა, რომ წამოვხდი და დავიწყე ხელების ფარტყური და აი ესე ვიჯექით მთელი სტაფი, რომ ახტიოდა, რომ წამოხტიო და ხელების და ფეხების ქნება, რომ დაიწყევ, აუ ესო მოიგებსო, ეგ ისეთი არისო, ესო უეჭველი მოიგებსო, მაგრამ ნუ აი ესე ვინ არის თვითონ აი ეს სეზონი ვერ, მაგრამ მაყურებლის გული ნამდვილად მოიგო შენმა პერსონაჟმა და გილოცავ ამას პირველ რიგში. ეს იყო მთავარი და ის დამავიწყდა მე თქვა ოჯახის წევრების ამბავი. არც ერთმა არ იცოდა, მეუღლეს არ უთხარი, იმიტომ რომ სადღაც უეჭველი იტყო და მე იმიტომ რომ სიხარულით ვერ მოიტანდა და სადღაც წამოაღრანტალებდა ამას. ოჯახის წევრებს იმიტომ არ უთხარი, რომ ერთისთვის რომ მე თქვა მე ყურებას დაიწყებდა და მეორე მიხვდებოდა ამას რატო უყურებ შენო რა ხდება მარიკო ხო არ არისო და ეს გამოძიების ამბავში უეჭველი მიხვდებოდნენ და აი ბოლო წუთებში როცა გაგდების დრო იყო, მან მივწერე, რომ გადართეთ იმედზე მეთქი რა და რომ გადართეს და ვინ არის იყო, რომელი ხარ დაიწყეს ეგრევე რეპები. მე ჩემი და მიხვდა, რომ აი ისე მოძრაობდიო 3 წლის მარიკო იყავიო, აი ისე მოძრაობდიო ბროცო. აი მან იყავიო, აი 3 წლის როგორიც იყავი, ისეთი იყავი ეხლაო. მარიკო გილოცავ სული და გული და აი მართლაც გამორჩეულ და ისე წარმატებულ გამოსვლას გილოცავ დამდეგ შობა ახალწელს. ნახალწლებს მივხედოთ ჩვენ ახალ დუეტს. დიდი სიამოვნებით. და მანამდე მე კი ვახსენე რომ ჩვენი დუეტი მოიწონა მაყურებელმა, მაგრამ მოიწონა მართლაც და ძალიან ფართო აუდიტორია მოღონდაც პროექტისა ვინ არის, მაგრამ ჩვენი შოუს მაყურებელს არ უნახავს. აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ. სწორედ ამიტომ მოდი შევთავაზოთ ახლა ჩვენი შოუს მაყურებელს ჩვენი მონატრებული დუეტი. კი ბატონო, ბროწეულისა და კენგურუს. Girl with the diamonds in her shoes. She walks around like she's got nothing to lose. And she's a go-getter. She's everybody's type. She's a queen of the city, but she don't believe the hype. She got an all elevation, holy motivation. So I wrote some letters sounding big, bold talk. I got a faith in you, baby. I got a faith in you now. And you've been such a good friend to me. Know that I love you somehow. I got a faith. See the boy with the steaming one is right. Ain't gonna go get her. Is everybody talk? Gonna make him a mission, make him feel alright. Here's a 12-on tape. Just said it because I could see all night. I got a faith in you, baby. I got a faith in you now. And it means such a good friend to me. Know that I love you somehow. I met you, hallelujah. I got a faith. Yes, I do. And my mind goes crazy. I think about the morning, noon, night and day. I got it running and my mind goes crazy. I think about the morning, noon, night and day. I get around in my mind, goes crazy. I think around it night. I met you, hallelujah. I got a faith in you, baby.
got a faith in you now. And you've been such a good friend to me. Know that I love you somehow. I met you, hallelujah. I met you, hallelujah. I met you, hallelujah. I got faith. მაგიბოდეს სტუდიაში მოვიწვიო ჩვენი ორი უსაყვარლესი მეგობარი ჯიმი აბესაძე და გიორგი გაბუნია. როგორ გამიხარდა რომ პირველი მე გამომაწყდა. ახალ წელს სიურპრიზები ხდება. საოცრებელია. ჩვენ გილოცავთ ახლა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დამდეგ შობა ახალ წელს და ჩვენი ყოველი შეხვედრა არის მართლა გამორჩეულად სასიხარულო გნებავ თქვენთან, გნებავ ჩვენთან და რაც თავარია გრძელდება ეს ჩვენი ურთიერთსიყვარული და მისვლა-მოსვლა და ან ხსნით ხოლმე სეზონს თქვენი მობრძანებით, ან ახლა ესეთი მნიშვნელოვანი დღე, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, შეგებება და მოლოდინი ახალ წელსაც უკავშირდება და ჩემო გიორგი, დიახ. მოდი ამ წინათ საახალწლოდ განწყობა რომ აუმაღლოთ ჩვენ მაყურებელს, ამისთან რაღაცები გავიხსენოთ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. თქვენს მაყურებელს, თქვენ დიდ ოჯახს, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მთელ საქართველოს, რა თქმა უნდა, თქვენი ეთერის საშუალებით და სასიამოვნო ამბავს მოვყვები. იმისთვის თუ ასე. არა, ჯერ მაგას არ მოვყვები, ჯერ სასიამოვნო ამბავს ვყვები და თანაც სასიამოვნოდ მხიარულს და დადებიც, რომ ესე იგი ხა ბაღაშვილების ოჯახი ზოგადად ხა საქართველოში მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უყვარდეს და სულ ვიძახი, რომ ამ გვარმა, თქვენმა ოჯახმა დაწერა ისტორია, საესტრადოს მიმართულებით, სპექტაკლები, რავი, უამრავი რამ რაც შეგიქმნიათ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნისთვის გაიკეთებიათ და ნუ ყველა ვიცი რომ ხა ყველას უყვარხართ, მაგრამ პიკი ამ სიყვარულისა რა არის მივხვდი რამდენიმე დღის წინ. ნუ ჩვენ ერთ-ერთ ძალიან ახლო ადამიანთან სახლში ვისხედით და სვამდით რაღაცა თვითონ ესე საუბრობდით, ბაასობდით, ხო ის რა თქვენ. ეს ჩემი მეგობარი მეუბნება რომ როგორ მიხარიაო, რომ წარმატებული კაცი ხარ. და ახლა საინტერესო დაიწყო საუბარი. ახლა მაინტერესებს ამისთვის ანუ ჩემი წარმატება რა იყო კონკრეტულად იმ შემთხვევაში, რაში გამოიხადა. გადაცემა მიყავსო. კარგი მეგობრები ყავსო. კი ბატონო, მე უთხარი გადაცემა. მთელი ქვეყანაო გიყურებთო, ხალხსო უყვარხართო. კი ბატონო, მე უთხარი. ბაღაშვილებს იცნობო. მე უნება. ფორმუსი რა. უცებ რა ქვია, დავფიქრდი და კი როგორ ამისო მეთქი მეგობრებთან. მე მივხვდი რომ ანუ როგორი დამოკიდებულება ზოგადად ოჯახის მიმართ, თქვენი ოჯახის მიმართ. ანუ ეს თუ გაგლობ ამდიდებულ ადამიანს და ყველა მეცამს რაღაცა ხო ეს თუ გაქ, ესე იგი თუნდაც თუ მეიქცევი, შენ ვიძია. აკარგავ ცნობადობას ბაღაშვილებს და იმას დაგარგავ. ანუ ეგა ანუ წარმატების და იმ წარმატებლობის პირი. მეც მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგს, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის და ხვავის და ბარაკის მომტანი ყოფილიყოს. თქვენი შოუსთვის და ჩვენი შოუსთვის და მთელი იმედისთვის და უბრალოდ იმედს. მეც რაღაცას გავიხსენებ, ეხ ერთი რაღაც ამდენი ამბავი მაქვს. ერთი იმ დღეს მოვიყრე, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული კაცი გარდაიცვალაო რა. და პანაშვიდებია რა და მესამე დღეა რა და ვიღაც ქალბატონი შემოდის რა, ესე პანაშვიდზე და ვაიმე დედაო რო შეხედა მიცვალე. დედა რა კარგად გამეიყურებაო. და ისე უნება ერთი ვიცი ხო ოჯახს კარგად გამეიყურება, ქალბატონო სამი დღე არ დაულევია. 90-იანი წლებიო, ჭიათურაში ხდება. აი შუქი ენერგეტიკას ხარ გეცოინება, მაგრამ შუქი არც არის, კიც არის, არც და აღმრიცხველი არ ქვია იმას, ვიც აღმრიცხველი, ვიც იმას წერს და ჩამოერთვი ერთ-ერთ სოფელში და ამასთან მივიდა მრიცხველთან. ამოწერა. ოჯახის, ოჯახის რა შვებ, თქვენ ეს ვაკანა წინაჩვენება, რაც იყო წინათვეშიო, იგივე ეს მრიცხველზეო და თუ გამევიდა ოჯახს რა გინდა, ზამია შენ ისე უნდა ერთი თვე შუქი არ ყოფილაო და მაგი ვაჟავშაველა კი არა, სათლის შუქზე დაწეროს. ერთი არაჩვეულებრივი
პიროვნება არის კარგი ქუთაისელი ბატონი მერაბ კვიცარიძე და ბატონ მერაბ კვიცარიძეს კიდე ყავდა ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი გამორჩეული ქუთაისელი ბატონი სულხან მამისეიშვილი. კი ბატონო, შესანიშნავი პიროვნება. ბატონმა მერაბმა მოგვიყვა ეგეთი ისტორია, რომ ერთიო მეგობარი ყავდაო და სათვალეებს იყენებდაო რა. სათვალეებს ეხა სათვალები ის უკვირს კაცო რაღაცა მხედველობასთან ქონდა დაკავშირებით პრობლემები, მაგრამ ძალიან დიდი მინუსი ქონდა მოკლედ ამ სათვალებში და ცხონებულ სულხან მამისეიშვილს უთქვამს რომ შენო იმ ხელა მინუსი გაქო თვალებშიო მაგ ხელა მინუსეო გასვენების სკუმბრიას ყინავენ ხოდა შედარება ხო არის რაღაცნაირი რომ რაღაცა იმ ხელა გასვენების სკუმბრიას ყინავენ მაგ მინუსეო ეს იყო და ერთი ჩვენი მეგობარია ბატონო გია ჩვენი თანამშრომელი გუნდის წევრი გიორგი ლიონიძე და არა ჩვენ ქუთაისელი კარგი ბიჭი არის. ჩვენ პავილიონთან შედვართ წინ შესვენება გადაღების პროცესი მიმდინარეობს და კი იცით ხა რომ სცენარისტები, ჩვენ ყველა შემოქმედებითი ჯგუფი, ოპერატორები, რეჟისორები, ბიჭები ყველა გარეთ. საყვარელი ხალხი ყველა. ძალიან უძვირფასეს ხალხი მოვიკითხავ ხა გვიყურებენ და გვიღებენ და რა ვიცი გვევლებიან თავს და ერთი 20 კაცი ვართ თავმოყრილი და ეს გიორგი გადაწყვიტა რომ ცენტრალურ შენობაში იმედის გადმოსულიყო ყავის საყიდლად რა და და ზრდილობის გამო იკითხეს შემოტრიალდა რომ ყავა ხო არ გესიამოვნება თვინმესო და მაგ დროს ხო ყველა მიცის თქვა რომ არა მადლობა და ამ შემთხვევაში პირველი მე მგონი ზვიომ დაუძახა რომ კიო მეო წამომიღეო ერთიო უშაქრო აღა ზვიომ რო დაუძახა იქიდან ვიღაცამ აუ გეხვეწებიო გიო მე წამომიღეო მე მეც დაუძახე მე ჯიმას და წყალი ჩაი ყავა და ატყდა ამბავი და ერთი 20 კაცმა დააბარა ამ გიორგის რაღაცა და მივდივარო ეს ყובה რა ქვია ჭუტას ვეძახით ჭუტა ყובה რომ მივდივარო და მე ვისები ჯიბას ღელო ჩავიყავი და 7 ლარი მაქვს. ახლა რო გადავთვალეო დაახლოებით 70 ლარისო მაინც არისო ეს დანაბარები რო წამოვიღო ახლა ერთ წამოუღო მეორე შემაგინებსო მეორე წამოუღო მე წამოუღო რა ვქნა და ტაქსი გამოვიძახე და წევედი სახში. პრიზონული გადაწყვეტილება 6 და 80 და უწერა ტაქსმა სახლამდე და ზუსტად ეყო და მეორე დღეს ეყო და ისო აღარ პრობლემა იყო სახშიო დერი და იქ უნდა მისულიყავ ტაქსი გამოვიძახე წავედი გიორგი ლიონიძეზე ჭუტაზე გამახსენდა ჩვენ მეგობარზე სუფრასთავს ხედვართ იმ დღეს და გიო ამბობს რაღაცა ცოტა შევზახო და არმანებე თავიო იძახის ახლა იმე მოწამლულია მე ყველაფერი ადრე ნატურ ჩამდენ ყველაფერზე ჩემთანო სოფელში დედულეთი ვარდიგორაში ვაგა და ნატური იყო სულ ყველაფერი ძერთ ის ნაწა რაგი ყველაფერია ყველაფერი ბებიაჩებიო ისე ნატურზე იყო 98 წლის გარდაიცვალა 96 წლის იყო ხეზი ადიოდაო ბიჭო ხოდაც მაგაციურა ბიჭო იგი კი ადიოდა მაგრამ თქვენ რატო უშვებთ წლის ბებია ის კი ადიოდა მაგრამ რატო უშვებთ მეგობარი ვყავს მეგობარი ერთი აი ეს ჩვენ და შავგრემანი ბიჭი აი ძალიან შავგრემანი ბიჭი ჩვენ მეზობლის ბიჭი გითხება ბესიკიო შენ გულით ხარ მტარი თუ მასე დაიბადე მეგობრი არ მოვიყოლია თქვენთვის კი სატელევიზიო თქო ეს საერთოდ მაქვს მოაყოლი მე და ჯიმი რომ მანქანით მივემგზავრებოდით აქ ბელიაშვილის ქუჩაზე რა მივემგზავრებოდით ცოტა ხოაღალი თქვენ ბელიაშვილის ქუჩაზე მაგრამ ნუ მივდიოდით და პატარა შესახვევია ხო და ამ შესახვევში მოხდა ესეთი რაღაც რომ ანუ ჯიმის არაორდინალურობას უსვამ ხაზს ბატონები რაღაცა მოულოდნელობებით ახსავსე კაცია და ესე პატარა შესახვევია და ისე მოხდა რომ დიდი სატვირთო მანქანა მოდის იქით ამ მხრიდან ჩვენ აქეთ ამ მხრიდან და ორივე ვცდილობთ რომ აქ შევიდეთ რა და გავჭედეთ რა ერთმანეთი ესე და იქით შედან 4 მე და ჯიმი აქედან და ის უშვება ხელს იქიდან რა შვებიო ესე კაი ცოტა წაძაბული და აღა ჯიმიმაც აკენა აზლაბარო შენ რა შვებიო ესე უნება ხელებით მიდის ახლა ეს ნაქვია კონფლიქტი და იქიდან ახლა მეორე ვინც იმას უზის რომ რა გიდაო ისე უნება ახლა და აღა მეც უკვე ხო მეორე ვარ ახლა მე მიწევს რა აკენა და მეც მიწევს აკენა და მე იქიდან შენ რა გინდა მეთქი და იქიდან 4-ვე რაო და ჯიმი ოპა წაიწყო ცეკვას აჭეს და ის კაცი უყურე გიჟები არიან შეუცია გადაუჩენა და ვერ გაიგეს რა ხდებოდა ხელები და წაიწყო გადააგზავნა ჯაბოიძე ცეკვაში ახლა ეს საცეკვაო ილეთები უფრო მიზნობრივი რო გავხადოთ ხო? ბატონო. ერთი ამბავი მინდა შემოგთავაზოთ. ზანეთ. თქვენი ჩვენთან შესრულებული სიმღერები გამორჩეულად მოწვევს ჩვენს მაყურებელს და ამას ადასტურებს ის მილიონობით ნახვა რომელიც აქ შემდგომ სოციალურ ქსელში და
ერთი სიმღერა წინა საახალწლო განწყობას რო ხდება და საახალწლო სურვილები რო ქვია. ეხ ვარ მივღეროთ დღეს ერთობლივად. დიდი სიამოვნებით. სიმღერისთვის ვარ დაბადებული ბატონო. ო და გადავინახოთ მაშინ ერთობლივად ჩვენი შოუს სცენაზე. აბა, არიკა, დავით ახალი წელი. ხალხი კიდევ სვიმურვალის მეშინია. ჰე, ახლა ჯაბოვიჩ, გვიღებენ გონია და არ მომჭრა თავი, მეიკრიბე ძალები? ნეტავი, ნატრა, ეს ნატურა, ამიხდინაო, ნატურისა თვალი მემოვნა, სულ ბაცა წინაო. ქვეყანას გავახარებდი, მშვიდობას დავამყარებდი და ჩაგროს თავის სიმართლეს ვაპოვნებდი. უილო სიმართლისებდი უფლობას დავაყურებდი, გახიზნულ თანამოძმებს საკუთარ ოჯახში დავაბრუნებდი. ხარობდეს ერინაბერი ვერაფერს გვაკლებდეს ბერი, ხარობდეს ქვეყანა ჩვენი ვახი ძლიერი. აბა, გახურდა კეიფი. გარისკე მიდი რა მიდის შენი? დავუშვათ, მართლა ვიპოვნეთ ნატურისად, ბალი პატარა, ამდენი სურვილის ნებას ან მოგცემს, ან არა დაიწყებს. რას ამბობდია? ამდენი სად შემიძლია? ერთადერთ სურვილზე გაძლევს სრულ გარანტიას. უღმერთმა ასე ინება თუ მეტის არ მოგზანება, შევთხოვოთ ჩვენი ძვირფასი ქვეყნისა და ხალხის მეცნიერება. ხარობდეს ერინაბერი ვერაფერს გვაკლებდეს ბერი, ხარობდეს ქვეყანა ჩვენი ვახი ძლიერი. ხარობდეს ერინაბერი ვერაფერს გვაკლებდეს ბერი, ხარობდეს ქვეყანა ჩვენი ვახი ძლიერი. ვახი ძლიერი, ვახი ძლიერი. უბრალოდ მეგობრებო, დავბრუნდით. ძალიან ნიჭიერ და სასიამოვნო სტუმრებთან ერთად, რომელთაც თქვენ იცნობთ, ეს არის ქართული ლიგის ახალგაზრდები, დღეს აგზავნებიან წარმოდგენილები და გილოცავთ ჩემო ძვირფასო ხალხო, დამდეგ შობა ახალ წელს. გიორგი, მათი სტუმრობა ძალიან კარგად გვაქვს ჩვენასაკო ტრადიცია დამკვიდრებული. მადლობისთვის, ყოველთვის მადლობას გიხდით და დღესაც არ იქნება გამონაკლისი. უხარიათ ხოლმე ბავშვებს ზომორბიან ის. ახლა რადგან ასე ვართ, ასე ვთქვათ, იგითობით მოდი მოვყვეთ და თან შოთას იუმორი გამორჩეულად მოწოს ჩვენი შოუს მაყურებელს. შემოშოდა, დაიწყე შენ. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ დამდეგი. ქართული ჯაზი როცა ჩამოვდივართ ხოლმე რეპეტიციებზე, ახლა მთელი დღე გვაქვს რეპეტიციები და რეპეტიციის შემდეგ ხავ ის თბილისში ცხოვრობს ჩვენი მეგობრები ურეკავთ და ნახოთ დიდი ხანი რო არ გვინახია და ერთ-ერთი ასეთი მეგობარი ყავს კახელი, აი ჩემი მეგობარი, აი გადასარევი ბიჭი რა. და ურეკე მეთქი საღამოს ფურცალია, კი ბატონო მსალიო და გამოვიდა გამომია რეპეტიციის მერე და დღეს ვავიღებ ხელფასიო მეუბნება რა და ეხლა შენი ხმა ვარ რა ვიყო, მაგარ კუბდაზე რომ დაკპატიჟო რა. და აი როგორ კუბდაზე პატიჟებ, ვიცი, აი რასვანეთიო რამესტიო, აი აქ კუბდარიკეთდებაო, რომელიღაცა უბანზე მეუბნებ თბილისში მე კარგად ვერ ვერკვევი. აქ კუბდარიკეთდებაო, ასეთი ვარსად არ არისო რა და თან მიდის ახლა მანქანით რა და 15 წუთი მოვანდობეთ მისვლას და გადავიდა და მე მანქანაში ველოდები. ხა რომ კუბდარი უნდა მომიტანოს რა და მოიტანა ორი ცალი მასში მიყავს მასში ქაღალდში შეხვეული და ერთი ცალი მომაწოდა და ერთი ცალი ამოიღო და ჩაკმიჩა და აი ხუდეუბნე უჯემრიელესიო. უბრალოდო ის რა თქმა ერთი ცალი ქონდა შენო ლობიანი წამოდიღე. ეგარი დაგუგეცა. მოდი გავყვეთ ასე და ანი შენთან გადმოვალ სიტყვით შემოგარგო. მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. მოკლედ, ერთი ესეთი ამბავი გადამხდა.
აბიტურიენტობის პერიოდი მაქვს და მასწავლებლებთან სიარული უნდა დავიწყო და ერთ-ერთთან მივედი გასაუბრებაზე წინა დღით და მეორე დღეს უკვე გაკვეთილი უნდა ჩამიტარდეს და შემთხვევით ისე აღმოჩნდა რომ ამერია სადარბაზო და სხვა სადარბაზოში შევედი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მეოთხე სართულზე უნდა ავიდე. ავედი მეოთხე სართულზე, ვაკაკუნებ კარებს და მიღებს ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი კარს და გამარჯობათ მეთქი მიმიშვით დედა თქვენთან ტესტი უნდა ჩავაბარო მეთქი. კარგია. ეს ბიჭი მიყურებს და თითო დედა ჩემი სახში არ არისო და როგორ თუ არ არის პირველ საათზე მეთქი უნდა დაბარებული ვარ და ტესტი უნდა ჩავაბარო. თან შემომხედა ეს ვეფხისტყაოსანი ხელში მიიჭირავს. ვაიმე ესო მთლად მომზადებული მოვიდა უკვე მზითვებითო ფიქრობს ამ. და მე ისე მოხდა რომ რაღაცებს მელაპარაკება, მაგრამ ისე ვარ სიმპათიებით მოხიბლული, რომ აღარაფერი აღარ მესმის და საქმე იმაშია, რომ მე ნამდვილ ქართულ მასწავლებელთან აღარ დავდიოდი, იმიტომ რომ მოხიბლული ვიყავი ამ დიპლომას და მიდიოდი ხარ. ისიც აღმოჩნდა ქართულის მასწავლებელი. ახლა თეიმოს რა შეიძლება ეს საერთო ადამიანი ყავს, ესე იგი საერთო მეგობარი და გარდა იმისა რომ ქუჩის მუსიკოსების უცროსი თაობის წევრი, ახლა უკვე ქართული ლიგაშია ჩემო ბატონო და თეგო შენთან გადმოვალ სიტყვას. მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგშობა ახალწელს მეც ყველას მიულოცავთ თელ საქართველოს აქედან თქვენი ეთერიდან. მე განსაკუთრებულად მოხარული ვარ, იმიტომ რომ თქვენთანა ვარ პირველ რიგში. მე განსაკუთრებით მოხარული, იმიტომ რომ ესეთ ამპლუაში რო წარვდექი აგერ სასაულ ხალხთან დიდი ოჯახი ქართული ლიგის, რასაც ქვია. ამათი წევრი რომ გავხდი ძალიან მადლობელი ვარ და დიდი პატივია ჩემთვის. კარგი ბიჭი ხარ. ერთი ისტორია, რაც მოხსენდება ქართულ ლიგას ეხება და ქართული ლიგა მოგეხსენება თან სახალისო ამბავია, მან არ ხდება ისე რომ რაღაცა სევდიანად იყო. მეოთხე ფინალის რეპეტიციები გვაქვს, აწუკვეტელე ეკრანებში გასული, შეგიძლიათ ყუროს ყველა მაყურებელმა. სანდრო ესაკია ჩვენი სცენარისტი მეგობარი, მოვიკითხოთ აქედან დიდი სიყვარულით. მოვიდა ესეთი იდეით. მე და ნუცა მოგეხსენებათ ერთად ვართ, გიტარაზე ჩვენთან პედაგოგები ვართ, მოსწავლეები ყავს და სანდროს ჰქონდა ესეთი სურვილი რომ მოდი ერთ-ერთ ნომერშიო დავიმატოთო თქვენი მოსწავლეებიო, პატარებიო. მეც ახლა ქუთაისურად უპასუხე მეთქი კი, კაცო, არ არის პრობლემა მეთქი დავეთანხმე. მე დავფიქრდი და ეს თანხმობა უკვე ნათქვამია. მე გევიხსენე პატარები მე ვიმყავს ახლა მოსწავლეები. პატარე 42 წლის როლანდი. 27 წლის ბექა. 34 წლის თორნიკე, 50 წლის 60 წლის. ვაიმე მეთქი რაღა ვქნა და ნუცას გადავხედე, უთხრა მეთქი ნუცა უნდა მიშველოთ რა. შემომაშველი პატარები. კი. მეთქი შენ პატარა შენი მოსწავლეები გამოიყვნენ და ჩემს მოსწავლეებს მშობლების ამპლუაში მაინც გამოიყვნენ. ესე ლამაზად შევფუთეთ ეს ამბავი. შეიძლება. თეგო, ყველას არ გექნება შენ მოტანილი გიტარა. კი ბატონო, კი. ხო და ორ ჩავთოთ საქმეში. ალბათ ყველამ კარგად ვიცით ცნობილი სიმღერა საახალწლო Jingle Bells. მე მინდა შემოგთავაზოთ თუ როგორ უკრავენ Jingle Bells საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ჯერ ჩვეულებრივად ეხლა მე მინდა განახოთ თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი აჭარაში. ახლა ნახოთ რაჭაში როგორ იქნება ეს ბატონო. გილოცავთ 20-21. 20-21, კი. ცოტა გიალია. ახლა ნახოთ როგორ იქნება გურიაში. გილოცავთ 2026. და ბოლოს ჩემს იმერეთი. ბატონო, ყველაფერს ეკნება რომ ხვიჩა მაღლაკელიძის მოსწავლეა.
ახლა შედიერ ბაბისთან გადავიდეთ. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მე გილოცავთ ამდეგშობა ახალ წელს და ულოცავთ მთლიან საქართველოს. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, მოკლედ მეგობრებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით რესტორანში. და ისე მოხდა, რომ დიდხანს დავყომდით და მოკლედ დაღამდა, ძალიან გვიანია და ანის ურეკავს დედიკო ჩვენს ანის და მოკლედ გაგიჟებულია შვილო სათხარ ამდენი ხანი რომელი საათია, როდის უნდა მოხვიდე და მოკლედ ანის ძალიან ნერვიულობს და გეხფეწებითო, ვინმე დაილაპარაკეთ და აუხსენით, რომ ყველაფერი კარგად არის და მალე მოვალთო. გაიხედ გამოიხედა ანი და შევრჩი მარტო ხელში მე. ბაბიო, გეხვეწებიო, შენ დაილაპარაკეო. ხმა მაგ ძალიან ჩახლეჩილი. ან იქნებ სხვა მობძებნოთ, ვინმე სხვას დაალაპარაკო მეთქი, მაგრამ არა ოქთხოვო გოგო ხარო, მაინცო და უფრო დამშვიდდება რომ დაილაპარაკებიო. კარგი მეთქი რა გაიწყობა მეთქი და მოკლედ ჩაულებრო ვილაპარაკები რომ ალო ლალიდიიტა მეთქი ბაბი ვარ კაცო ქალები ვარ შეგრებენ ნუ გეშინია მეთქი სანდო ხელშია დაგიბრუნებ მალე მეთქი ამაზე ლალი გადაირია ამ ხელაქალიო რას მამასხარავებთო და მოკლედ ბოლოს ეს თავარი ამ ისტორიაში ის არის რომ ჩვენი მეგობარი ბიჭი დაილაპარაკა თავის სიხმით ალო ლალი ბაბი ვარო გიორგი გეხმრა უბრალოდო და ასე უკლედ როგორი დასაბავი ვალალო შენ ახლა გამოსილი კაცი ხარ ჩვენ შოუში და მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მაყურებელს გილოცავთ სრულიად საქართველოს დამდეგ შოვა ახალ წელს სიკეთის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს ხო რაც შეეხება ჩემს ისტორიას მოკლედ რანაირად ვუფრთხილდებით ერთმანეთს სამტრედიელები რანაირად ვუფრთხილდებით ერთმანეთს შევეწარე ასეთ სურათს შუა ქალაქში ხდება ეს სურათი მოკლედ ეს რაც ხდება ნუ დაიტაკა ერთმა მეორეს მანქანით რა და დააგდო ერთი 10 მეტრში იქ და მოტყდა ამას ფეხი ხიაჭრილობა აქვს ერთი სიტყვით ამას ფეხი მოტეხილი აგდია შუა გზაში და იმამ ძღოლმა ვინც იყო ყველას ვიცნობთ ეხა იქ და ამ ძღოლმა გადმოხტა მანქანიდან უცნობდა გარბის ეხა მისაშება და წაი ბიჭო წაი პატრული მოვა ახლა იზრუნა მეტი რაბატივი ეს მოდი თქვა ჩვენ სამტრედიას კიდევ ესე იგი ჩვენ შემდეგ ძვირფას სტუმარს ამდენი მინდა რომ გამოაცხადო პირველი მაინც მომდის საკუთარ თავზე ხუმრობა ღარიბი დემნა გვასალია და გიტარი და ხო ოდო ძანე შეგერაცალი არა ღარიბი დემნა გვასალია კი ბატონო სწორად აღნიშნეთ მოგესალმებით გილოცავთ ამდენ ახალ წელს თქვენ საყვარელ ადამიანებს და სრულიად საქართველოს ხვავი ბარაკა დოვლათი და ყველაფერი საუკეთესო ერთ ჩემს მეგობარს შემთხვა რომელიც თავის ნათესავთან ჩავიდა სოფელში ძალიან ადრე მოხდა რა ეგ ამბავი და ისეთი სოფელია ანუ სახლი არის ეგრევე ტრასასთან ან მანქანები რო დადიან ეგრევე ხედავ რა ხო და ამ ჩვენს ბატონს ამის ნათესავს აქვს ძალიან ბევრი მავნე ბალახეულობა ვიცით ალბათ და თავის ეზოში ზის ასე დიდი ფოდნოსით და ბალახეულობას ჭრის ასე და რაღაც მომენტში ჩამოიარა ერთი 5 პოლიციის მანქანა და რაზეც ეყო ფანტაზია იყო ეს აირიდა ებრიელი ლუკმა ბოლოში მოიტოვე ხოძი მეგრული ხაზი შემობატონო მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო გია მადლობა რომ აქავართ მოგილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს და მივულოცავთ თქვენს მაყურებელსაც ჩვენი უფროსი მეგობარი არის ერთი რომელსაც ძალიან უყვარს თევზაობა და ყველამ ვიცით ესეთი ადამიანების უმეტესობა არის რომ 10 ისტორიიდან რომ აი ხელა თევზი დაიჭირა 9-ს ტყუილია რა არ არის იმართი ხო და ვიცი რომ ერთ-ერთ მიყვება ეხლა რა ამ 9-დან ერთ-ერთია მაგრამ უსმენ რა გავაკეთო ყვება და მე თევზი დავიჭირე ბიჭო მე მეგრელია რა მე თევზი დავიჭირე მე აბაშის წყალზე ვიყავი თევზი დავიჭირე ყველას ეუბნება რა ვინც ვართ ოთახში ერთად ხო გითხა მე ცალ-ცალკე ვეუბნება ყველას რა ხო და მეთქი რა ამხელა თევზი დავიჭირე რა სურათიც მაქვს ხო და მეთქი აბშო აღარ იტყუება რა და ამოიღო ტელეფონი რა შეხედე ბიჭო რა ამხელა თევზია და უყურებ და აშკარად არ არა ეხა იმ ხელა თევზი და მეთქი არ არის ეს დიდი თევზი ნორმალურად შეხედები მეორე ისტორია არის ესეთი ჩემი საყვარელი ისტორია მოკლედ ფეხბურთს ეხება რა ჩვენი მეგობრის მამა რომელსაც ძალიან არ აინტერესებს ფეხბურთი რა იმერელი კაცი არის ჩვენ ხო
ჩვეულებრივად საუბრობთ ფეხბურთი და ის ახსენეთ ფეხბურთი. შვილიც ფეხბურთს თამაშობდა და გამოიყვანა, ანუ სხვადასხვა მიზეზებს ეუნებოდა ფეხბურთიდან რატომ უნდა გამოსულიყო. ბოლოს რო არაფერმა არ გაჭრა, რა ვიცი, ესეთ მიზეზებზე იყო გადასული უკვე, რომ დაგალმავებს ბიჭო, დაგალმავებ ფეხბურთი. ფეხბურთით რა. ხო და ამ კაც რაღაცა სმაურმა რო შეაღვიძა რა, ერთხელ რა ხდება უკითხა და გავედით ევროპის ჩემპიონატზე, დიდი ამბავი კაცო ახ. არანაირი ხო არ მოქმედებს არაფერს და ერთ-ერთი ეგეთი ევროპის ჩემპიონატის ის არის რა, თამაში არის და საქართველოს ეთამაშება არ მახსოვს რომელიღაც ნაკრებს და ავედით ამ ჩემს მეგობართან და ეს რაღაცით სახშია ეხა რა ხდება ფეხბურთი თუ რაღაცო მოდით თან ვიბსე რა ირონიულად რა. ხო და საერთოდ არ აინტერესებს ახლა ეს ფეხბურთი რა და თან შიგადაშიგ ცდილობს რომ რაღაც დიალოგში შემოვიდეს რა ჩვენთან და ჩვენ ლაპარაკობთ ფეხბურთელების ფასებზე რა, ნუ ჩვეულებრივი ამბავია რომ უხდიან დიდ ჰონორარებს ფეხბურთელებს და ერთ-ერთ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ რომ 18 მილიონი აქვს შემოსავალი რა. ეს მშენებელი კაცი ახლა რა კითხვით უნდა შემოვიდეს ამ დიალოგში რა. რამდენი აქვს ბიჭო? 18 მილიონი აქვს. ჭამა ბინა მაგენის. არია. მოდი გააგრძელე შეგერაცვალე. შენი მეგობრის ხაზი. მეც მოგესალმებით ყველას. ულოცავთ ამდე გახალ წელს სამეგრელოს და დანარჩენ საქართველოს. მეგრული. გავალს ეს არის და მოკლედ, ნუ ჩემთან ვართ სახლში მეგობრები, ნუ რა თქმა უნდა გიორგიც და მოკლედ ვსვამთ რაღაცა და ბაბუაჩემი შემოვიდა სუფრაზე და აი გვიყვება თავის ისტორიას, აბა ესე და აუ მიხარიაო თქვენი და ნახვაო ბაბუო, მაგრები ხართო რა. სხვადასხვაისო ეცო კაი კაცი ვიყავიო. აი ესეთი მაღალიო, ახოვანიო, სიმპათიურიო, რას ლაპარაკობო და აქეთ გავართ მე და გიორგი და აქეთ გას ჩემი ერთი მეგობარი კიდე. აი რა გითხრათო როგორ ვიყავიო იცითო? აი ასეთი კაცი ვიყავიო ბაბუო. ვერა მოისკითლად. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის, ესეთი ხალისიანი განწყობის შექმნისთვის და შემო გიორგი, ჩვენი გადაცემის დასასრულს მოდი ერთად შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს ტრადიციული ალილო, რომელსაც წინა საახალწლო განწყობა სულ სხვა მუხტით შემოაქვს, მით უმეტეს, როდესაც მას ასრულებენ ბავშვები. ძვირფასო მეგობრებო, თქვენს წინაშე არიან სტუდია ინტროს ბავშვები, ხელმძღვანელები თინა ჭულუხაძე და სოფო ამირეჯიბი. Smoky